დილამშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს 22 ივნისია, ორშაბათი ეთერში ერთსოუდების დილად, სოფიო კუჭავასთან და კახა მიქიაშვილთან ერთად ყველას მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. ყველას მოგესალმებით, მადლობა რომ გიყურებთ. ახალი სამუშაო კვირა დაიწყო და ჩვენ ცხადია ვიწყებთ თქვენთვის მაუწყებლობას. ვიდრე გადაცემის ანონს და პროგნოზს წარმოგიდგენთ ამიტომ, მანამდე საეკლესიო კალენდარს მოვისმენთ ახლა ეთერში. 22 ივნისს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს ღირს იოანე შავთელ-გაენათელს, წმინდა კირილეს, ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსს, წმინდა მოწამეებს, თეკლას, მართას და მარიამს, სპარსეთში წამებულებს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით, უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. გილოცავთ ყველას დღევანდელი წმინდანების ხსენებას და ახლა წარმოგიდგენთ გადაცემის ანონსს, სტუმრებს გაგაცნობთ და თემებს, რომელზეც ვისაუბრებთ. პირველი სტუმარი ცხადია მოძღვარი იქნება და ჩვენ ვისაუბრებთ განკითხვის ცოდვის შესახებ, ხოლო სტუმრად შემოგვიერთება დიდი ღომში მდებარე წმინდა 100.000 ქართველი მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკა სუფადაშვილი. 21 ივნისს მთაწმინდის პარკში ფესტივალი ოქროს თავთავი გაიმართა, რომელიც ქართული ხორბლის ტრადიციის გაცოცხლებასა და განვითარებას ისახავს მიზნად. ქართული ხორბლის მნიშვნელობაზე და ასევე ფესტივალის შესახებ ჩვენი სტუდიის სტუმარი გვესაუბრება, გადაცემის მსვლელობისას შემოგვიერთდება ფესტივალის ორგანიზატორი ქალბატონი ლალი მესხი. სოხუმი ჩემს გულში ამ სახელწოდების საღამოს უმასპინძლა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომლის მიზანიც ახალგაზრდებში აფხაზადმი ემოციური კავშირი შენარჩუნება და სამშვიდობო გზავნილის გაჟღერება კულტურითა და ხელოვნებით გადაცემის მსვლელობისას ნახავთ ნინო გელაშვილის მომზადებულ სიუჟეტს ამ თემაზე. და გადაცემის დასკვნით ნაწილში ვისაუბრებთ დბანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის თეატრის პრემიერაზე, რომელსაც მარჯანიშვილის თეატრმა უმასპინძლა. სპექტაკლი დაარსების გასაჭირი დბანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ დადგა. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდება თავად რეჟისორი ბატონი გიორგი სიხარულიძე და უფრო მეტ შევიტყობთ მისგან. ახლა უფრო მეტი შევიტყობთ ამინდი შესახებ, თუ როგორი ამინდი გველოდება დღეს და დაგებრუნდებით მოძღვართან ერთად.
როგორც საქმით საგებრუნდით მოძღვართან ერთად შემოგვერთდა დიდი რომში მდებარე წმინდა 100,000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკას უპატაშვილი. დილომშვიდობის მამა უკა დილომშვიდობისა ღმერთთან დაგლოცეთ. მადლობთ რომ მონაწილეობას იღებთ ჩვენს გადაცემაში. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხზე უნდა ვისაუბროთ, როგორც არის განკითხვა. მართალია ჩვენს ეთერში არაერთხელ გვისაუბრია, თუმცა ეს ნამდვილად ისეთი თემა და ისეთი საკითხია, რომელიც ამოუწურავია ფაქტობრივად ხომ და რასაც ყოველდღიურად განვიცდით თითოეული ჩვენგანი, რაც არ უნდა შევეცადოთ, მაინც დღის განმავლობაში გვიწევს ხოლმე განკითხვაში ჩავარდნა სამწუხაროდ. რა არის ზოგადად განკითხვა და როგორ განსხვავდება ის ხილებისგან, აი ამ ორს შორის ძალიან დიდი სხვაობა არის, მაგრამ აი როგორ უნდა გავარჩიოთ, რას ნიშნავს განკითხვა და რა არის ხილება? პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ მაგალითად იოანე კიბის აღწერილი ამბობს, რომ განსჯის უნარი, ანუ განკითხვის უნარი, ეს არის მთავარი სათნოება ღმერთისგან მოცემული ადამიანისთვის. ეს არის მთავარი თვისება, რომელიც უნდა კონდეს ადამიანს. თუ ვამბობთ, რომ არის ადამიანი, ნიშნავს, რომ უნდა კონდეს განკითხვის უნარი. ეს რომ მოკლედ და ეს არის ღვთისგან მოცემული სათნოება, რომელსაც სწორად უნდა გამოიყენოს ადამიანმა, მაგრამ რაც ცოდვას შეეხება, არასწორად გამოყენებული საღვთო ნიჭია ეს. და მთავარი სათნოება ეს არის, რომ განკითხვის უნარით, ანუ განსჯის უნარით ადამიანმა სიკეთე ბოროტებისგან უნდა გაანსხვაოს. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ეშმაკი ცდილობს, რომ ბოროტება სიკეთეც წარმოადგინოს, ან სიკეთე ბოროტება და ეს სრული ქაოსია, აი სრული ქაოსი. ქაოსის დროს მერე ემოციები მოდის წინ. ემოციების მერე უკვე არეულია ადამიანი. და ამიტომ თუ უნდა ადამიანს რომ ზუსტად კონდეს ცხოვრება დალაგებული, მას უნდა კონდეს სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უნარი. და ამისთვის ღმერთმა მას ისეთი ნიჭი მისცა, როგორც მაგალითად არის მხედველობა იმისთვის, რომ გავერკვეთ, რომ კედელს არ დავეჯახოთ, ორმოში არ ჩავარდეთ. სმენა, რომ ჩვენ გავიგოთ რა ხდება ჩვენ ზირგვლივ, მაგრამ განკითხვის უნარი ეს საერთოდ ეს არის სულიერი ნიჭი, რომ შენ ეშმაკის ორმოში არ აღმოჩნდე და რომელიც შენ ზირგვლივ უამრავად არის. ამიტომ ეს განკითხვის უნარი სიკეთეში უნდა მოიხმაროს ადამიანმა. მაგრამ რაც თქვენ თქვით, თუ ეს ცოდვაა, აი ქრისტე პირდაპირ ამბობს, რომ არ განიკითხოთო, რომ თქვენ არ განიკითხეთო. ესე იგი, განკითხვა ამ შემთხვევაში არის აი ახლოს გმობასთან, როდესაც ადამიანი მეორე ადამიანის გმობას იწყებს, რომ აი ამან ესე მოიქცა, ესე გააკეთა და დიაგნოზს უსვამს და დასკვნას აკეთებს და ბეჭედს არტყამს, რომ ეს არის უვარგისი ადამიანი. და რა თქმა უნდა, ზულდება ის. მაგრამ თუ მე მაგალითად ვინმე მძულს, მე ამით მას ვერაფერს ვერ დავაკლებ. რა თქმა უნდა, ეს მისთვის არ იქნება სასიამოვნო, მაგრამ რამენაირად დაიცავს თავს, არ შემხვდება საერთოდ. თუ მე ვინმე მძულს, ეს ჩემი პრობლემაა, ძალიან დიდი პრობლემა, იმიტომ რომ ჩემ გულში, როდესაც უნდა იყოს სიხარული, სიყვარული, სიტყვება, დღესასწაული, რაღაცა აფეთქებული ბედნიერება უნდა იყოს ჩემს გულში. ამის ნაცვლად არის რაღაცა ბოღმასი, ძულვილი, რაღაცა ტანჯვა, წამება, მე თვითონ წვალობ, სხვასაც უტანჯავ და ასე შემდგომ. ამიტომ ეს დიდი ცოდვაა და ცოდვით ადამიანი სანამ სხვას დააზიანებდეს, თავის თავს კი არ აზიანებს, თავის თავს ანგრევს. ამიტომ ეს უნდა შეაჩეროს ადამიანმა და ყველანაირი ჩვენი ქცევა უნდა შევაფასოთ, რას იწვევს ის ჩვენს თავზე. დადებით კონტექსტში როგორ შეიძლება რომ განვიხილოთ განკითხვა მამა უკა და სიკეთისკენ როგორ უნდა მიმართოთ? ეს ღვთაებრივი ნიჭია. თვალი უნდა გამოიყენო სიკეთეში მაგალითად. ხომ? ვისაც თვალი აქვსო დაინახოსო, ამბობს უფალი. ვისაც ყური აქვსო, მოისმინოსო, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში რომ დავაკვირდეთ ჩვენს თავს, საშუალო კაცობრიობის ადამიანი რო ავიღოთ, მაგალითად თვალს იყენებს არასწორად. იმიტომ რომ უმეტესად უყურებს თავისთვის დამანგრეველს, უმეტესად ცოდვისთვის იყენებს, უმეტესად ესე იგი არ ეძებს სიკეთეს, როგორც ახლა ფუტკარი ეძებს ყვავილს და ბუზი ეძებს ნაგავს და ესეა საით წაიყვან შენს ნიჭებს ძალიან მნიშვნელოვანი.
აი მაგალითად მანქანის საჭესთან რო დაჯდება მძღოლი, საიდ წაიყვანს მანქანას, ეს მასია 100%-ით დამოკიდებული და წარმოიდგინეთ ახლა მე რომ დავიბადე და მაქვს მაგალითად მხედველობის ნიჭი, ანუ თვალი, რას დავინახავ და რას მივაქცევ ყურადღებას, ჩემზეა დამოკიდებული. და ამიტომ ამას დიდი ყურადღება უნდა მივაქციო, ესე იგი ინფორმაცია სადღაც ცენტრში იმკრიბება, ხო? და ეს ცენტრი არის ჩემი სული. და მე ეს ინფორმაციას რო შევკრიბავ, მე უნდა ხვდებოდე სიკეთეში ვარ თუ ბოროტებაში. და აი განკითხვის უნარი, აი მაგალითად სოლომონ ბრძენს ეცხადება ღმერთი, აი როგორც არის ბიბლიაში, წმინდა წერილში მოთხრობილი და ესეთ რამეს ეუბნება მას ღმერთი. რახან ჩემი ერთგული ხარო, რახან ჩემი ერთგულება არ შეწყვიტეო იმ სამყაროში, როდესაც ცოდვის ჩადენა იყო ნორმა. აი ქრისტე რომ მოვიდა, მე ყველაფერი თითქოს თავის სახელით დაერქვა. და თვითონ ღმერთი გვეწევა, რომ ჩვენ სიკეთეში დამკვიდრდეთ. მაგრამ იმ დროს მძიმე ცოდვები პრობლემა არ იყო. და აი სოლომონი მას ერთგულებდა. და უფალი ეუბნება, რახან ჩემი ერთგული ხარო და არ მღალატობო, რაც გინდა ითხოვე და მოგეცემაო. და სოლომონმა თხოვა, მომეციო უფალო, ნიჭიო სიკეთე რო ბოროტებისგან განვარჩიო. ანუ ეს თავარი რო არ აერიოს ერთმანეთში ადამიანს და მე უფალი ეუბნება, რახან შენ არ ითხოვეო სიმდიდრეო, რახან შენ არ ითხოვეო ამ ქვეყნიური დიდებაო, რახან შენ არ ითხოვეო რაღაცა ამ ქვეყნიურიო. მოგეცემაო სიკეთისა და ბოროტების გარჩევის ნიჭიო, მაგრამ შენზე მდიდარიც არავინ აღარ იქნებაო და შენზე ძლიერიც არ იქნებაო და ისრაელის სახელმწიფო იმ დროს იყო, ასე ვთქვათ, მსოფლიოს ცენტრში იყო, ვთქვათ, ეგვიპტე, მესოპოტამია, ხმელთაშუა ზღვა, ეს სპარსეთი, აი გზაჯვარედინზე იყო, ასე ვთქვათ და ძალიან სწორი, ასე ვთქვათ, ქმედებით ძალიან დიდ დიდებას მიაღწია და სიმდიდრეს ქვეყანამ ისრაელისა. მაგრამ მეფემ მიიღო ძალიან დიდი პატივი და გარჩევის უნარი სიკეთისა და ბოროტებისა და ჩვენ ვიცით რომ შემორჩენილი ისტორიებიდან რომ აი თითქოს ამოუხსნელ პრობლემებში ის პოულობდა სად იყო სიმართლე. და ქრისტეც ჩვენ არ გვიშლის რომ განვიკითხოთ ადამიანი. გვეუბნება რომ არ განიკითხოთ ბოროტი გულით და ემოციით და სიძულვილით, მაგრამ თვალღებითო ნუ განიკითხავთო სამართალის საჯეთო, ესე იგი სამართლიანი უნდა იყოსო თქვენი განსჯაო. როდესაც შენ მსჯელობ ვიღაცაზე, აუცილებლად სამართლიანი უნდა იყო. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ადამიანი არ არის სამართლიანი. პირველ რიგში თავის თავს არ განიკითხავს ადამიანი და განიკითხავს სხვას. ამაზეც ამბობს უფალი, რომ ჯერო შენი თვალიდან დირი ამოიღეო და მე მიხვდებიო, მე ისწავლიო, მე განჭრეტო, სხვისი თვალიდან ბეწვი როგორ უნდა ამოიღო. და ჩვენ სინამდვილეში, ესე იგი, ამ განკითხვის უნარით, ჯერ ჩვენი თავის სიკეთეში უნდა ვამყოფოთ. ეშმაკმა არ უნდა მოგვატყუოს რაღაცა საეშმაკო პრობლემებში არ უნდა შევიდეთ და იქ ორმოში არ უნდა აღმოჩნდეთ. და მე სხვასაც უნდა დავეხმაროთ, რომ მისი თვალიდან ბეწვი არ მოვიღოთ. ანუ დავეხმაროთ ადამიანს, რომ პრობლემას მოაშოროს თავისი თავი. თუ ისურვებს, რა თქმა უნდა. მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ ადამიანი არ სწორად იქცევა, თქვათ, გარკვეულ ცოდვაში ვარდება, ან სხვას აზიანებს ამ თავისი ქმედებით, როგორ უნდა მოხდეს ამის მხილება, ისე რომ, თქვათ, არც ის დავაზიანოთ და პირიქით უარყოფითი და აგრესიული მდგომარეობა არ გამოვიწვიოთ და ამავდროულად თან მივახვედროთ, რომ არასწორ ქმედებას ჩადის. ეს თავისებურად არის, ხო? ჩვენი ვალდებულება და ჩვენი საქმიანობა, რომ ყველას მივუთითოთ და ყველას გვავასწავლოთ. ხო, აი მაგალითად მე ვწდები რაღაცაში, ხომ? ნუ ნამდვილად ვწდები და მამხილებს ვიღაცა ადამიანი. მე პირველ რიგში იმას კი არ ვაკვირდები ის რას მეუბნება. როგორი გულით მეუბნება, ჭკუას თუ მასწავლის, ზევიდან თუ მიყურებს, თუ მასწავლებლობს ჩემზე, მე ეს გამაღიზიანებს და არც მოვისმენ, თუნდაც სამართლიან სიტყვებს. მაგრამ თუ მე ვიგრძნობ, რომ უყვარ ვარ ამ ადამიანს, აი მე შეიძლება გამეხსნას. შეიძლება არ გამეხსნას, შეიძლება ისე ვიყო გამტკიცებული ჩემს ბოროტებაში, რომ არავის არ მინდოდეს მოსმენა.
მაგრამ ესეა უფალი ამბობს, რომ მიდია და ამხილეო. მაგრამ მიდი და ამხილე ეს არის, რა თქმა უნდა, აი ცდელობა ადამიანი ორმოდან რომ ამოიყვანო. ეს გულშემატკივრობას უნდა გულისხმობდეს. ამიტომ ჩვენ გულშემატკივრული სულით უნდა ვიყოთ, არა მასწავლებრული ტონით, თორე შენ რო დააფიქსირო, რომ ვიღაცა შენ იმას გიშვება, რა ქვია, ჭკუას გასწავლის, ეს ძალიან გამოგიყვანს წყობიდან, რაც არ უნდა ხვდებოდე, რომ მართალს გეუბნება. ამიტომ პირველ რიგში, ერთი წმინდა მამა ამბობს ესეთ რამეს, რომ ესე იგი შენიშვნის მიცემის უფლება აქვსო იმასო, ვისაც უყვარსო ადამიანიო. და თუ გიყვარს, მიეცი შენიშვნა და შენიშვნად არ გამოჩნდება ეს. გამოჩნდება სიყვარულად, თანაგრძნობად და გულშემატკივრობად. და ეს ადამიანი კიდეც უნდა მიახვედრო, იმიტომ რომ თუ თქვათ ადამიანი განსაცდელშია, ანუ ტყუილშია, ხო, ის ნიშნავს, რომ მოტყუებულია ეშმაკისგან და უბრალოდ შენმა სიყვარულმა უნდა გადაწონოს. მაგრამ ეს ყოველთვის არ არის, რომ შეიძლება დაგიჯერონ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შენი კეთილი სიტყვა მას დაამახსოვრებს. თუმცა მარტო სიტყვაც არ არის საკმარისელად მამალკო თქვერა ძანეთ, აი როგორ მეონება მეგრძნობ დაუშვოთ და მე ამ დავფიქრდები ხა მივიღო თუ პირიქით გავღვიზიანდი. მარტო სიტყვა არის თუ არა საკმარის, როცა ჩვენ პირობითად გონია რომ გულწრფელად გვინდა ვინმეს გამოსწორება და ჩვენი შეხედულებით ის ცდება. მარტო სიტყვით და მითითებით და რაღაც დამოკიდებულებით თუ იგრძნოს ეს დამოკიდებულება საქმითაც, თანადგომითაც, ეს თანაგრძნობა უნდა გაშთეს, იმიტომ მარტო სიტყვა ხანდახან თავს ვერ მოეხვევი ადამიანს. მან მეორე მომენტია მარტო შენზე არ არის დამოკიდებული ეფექტურობა. სადია მასზე დილოს. უფრო მეტი მასია. გონიერსო, მწვრთნელი უყვარსო, უგუნურსა, გულსა გმრიდესო. ანუ თუ ადამიანი გონიერია, მას უყვარს შენიშვნები. იმიტომ რომ ხვდება, რომ ესე იგი მე ვერ ვამჩნევ ჩემს შეცდომებს, მაგრამ აი ეს კეთილი ადამიანი არჩნევს ჩემს შეცდომებს და როგორ უყარები ვარ, რომ არ უნდა რომ მე პრობლემებში დამტოვოს და უნდა რომ მე გამომასწორებიოს ეს და უკეთესი გამხადოს და ამის შემდგომ ღებულობს ის და მომენტალურად ასწორებს. მაგრამ თუ გუნურია, რა თქმა უნდა ის მოგიძულებს. სოლომონ ბრძენი ამბობს ამას, რომ ამხილეო გონიერიო შეგიყვარებსო და ნუ ამხელო უგუნურსო ისო მოგიძულებსო, შეგიძულებს. ასე რომ თვითონ ადამიანზეა დამოკიდებული, მაგრამ შენ თვითონ რაც შეგიძლია ის უნდა აკეთო. ამიტომ შენი მოვალეობაა რომ სიყვარულით მიმართო მას და სიყვარული და გულშემატკივრობით. მაგრამ თუ სიყვარული არ აგაგ და ვერ ფლობ შენს თავს, შენ შინაგან წონასწორობაში სიყვარულისკენ არ ხარ გადახრილი, ჯობია რომ არ დაიხარჯო, იმიტომ რომ შეიძლება შედეგი არ კონდეს. თუმცა მაინც ადამიანს გააჩნია. მაგალითად წმინდა ეფრემ ასური ამბობს, რომ განსაკუთრებული ყურადღებაო მიაქციეთო თქვენი მტრის აზრსო, ვისაც ძულხარო შენ. იმიტომ რომ ყველაზე ადრეო ისინი შენიშნავენო თქვენს ნაკლსო. და გააჩნია ადამიანს, თუ შენ მართლა წმინდანობა გინდა და სიწმინდისკენ მიდიხარ, ესე იგი მოყვარე ადამიანზე უფრო მეტი ყურადღებაო მტრის აზრს მიაქციო, იმიტომ რომ ის შენ მტერი არ დაგინდობს, ის როგორც კი შენ გამოგიჩნდება რაღაცა ცუდი თვისება, ის სიხარულის ზარს შემოკრავს და ყველას გააგებინებს, რომ შე რაღაცა ნაკლი გაქვს. ამიტომ მისი აზრიო ყველაზე დიდი ყურადღება მტრის აზრს მიაქცია. მამულკა, შესაძლოა ხანდახან ხდებოდეს ისე, რომ ჩვენ გულწრფელად ხდებოდეთ ადამიანის შეცდომილი და აი მაგ გულწრფელობით, სიყვარულით, ან კეთილგანწყობით გვინდა რომ მიუთითოთ, ასე ვთქვათ, გამოვასწოროთ, მაგრამ თუ სხვა შემთხვევაში შეიძლება სხვა მიმართულებით, მე უარეს დღეში ვარ, უარეს ცოდვებში ვარ, უარეს ხო შეიძლება რომ გითხრას რომ მე რას მეუბნები შენ თავს მიხედე შენ უარეს დღეში ხარ რამდენადაც იმ შემთხვევაში გულწრფელი არ იყო ამიტომ ამას ალბათ აქვს მნიშვნელობა დავფიქრდეთ ვის როდის რას მეუბნები და ჩვენს თავში ჩავიხედოთ ისე იმაზე რაც მაცხოვარი გეუბნება დირი ამოვიყო და ბეწვზე მე მიუთითოთ სანამ სხვის სწავლებას დავიწყებთ ჩვენი თავი უნდა გვყავდეს გაზრდილი იმიტომ რომ თუ მე ესე იგი სხვას ვასწავლი იმას რაც მე ჩემთვის არ გამომიყენებია და მე არ დამიძლევია ის პრობლემა ეს უბრალოდ ქაოსს მოვიტან და არა სიკეთეს წმინდანთა სწავლება ერთ-ერთი სწავლება ესეთია რომ შენ დაამარცხეო შენ თავშიო ის რაღაცა ვნება და
იმ ვნებას რო დაამარცხებო, შენგან მარცხდებაო ის დემონური ძალებიო, რომელიც ამ ცოდვის კურატორები არიან, ასე ვთქვათ. და ახვევენ ადამიანებს თავს და სადაც შენ გამოჩნდებიო, აი იმ ცოდვის დამარცხებელი, სადაც გამოჩნდებიო, ის დემონებიო იქ ვერ გაჩერდებიანო და შენ ხმაც რომ არ მოიღო, ესე იგი ძალიან დიდი მადლი და სინათლე მოეფინა. წმინდა ადამიანებთან როცა ვარ, გამოსtildeულ ადამიანებთან, ჩვენი პატრიარქიანის მაგალითი მასთან მიახლება. კი, მე მქონდა მაგალითად აი ახალი ნაკურთხი რო ვიყავი მოძღვრად, მარტო ვიყავი მსახურებაში და თან არანაირი გამოცდილება თავისთავად ხო რომ აკურთხეს, მღვდლად ეგრევე მარტო აღმოჩნდი. წინამძღვარი ტაძრისა და ყველანაირი გადაწყვეტილება მე უნდა მიმეღო და ძალიან ნერვიულობდი, ძალიან განცდებში ვიყავი, რამდენად სწორია, რამდენად არას. და ძალიან რო დავიღლებოდი, ლოცვას რო ჩავატარებდი, მე მივდიოდი ხოლმე უწმინდესის ლოცვაზე. და მისგან დავდგებოდი დაახლოებით 10-15 მეტრი, შეიძლება 5 მეტრი, კურთხევას ავიღებდი და მე იქვე დავდგებოდი და ისეთი ამოვისუნთქავდი რომ იტყვიან, მოვსულიერდებოდი, ქართველი რო იყვის, ცოტა გონს მოვეგებოდი, დავმშვიდდებოდი, დავწყნარდებოდი და წავიდოდი. და აი გარემოს ქმნის ზოგადად ადამიანი და შენ გარემო უნდა შექმნა, შენი გარემო. მეცნიერებაც ხო ამბობს, რომ ადამიანს ბიოველი აქვს თავისი და ყველაფერი იკითხება იქ. ადამიანი რო გეხება და ერთი ბრძენის ნათქვამია, რომ როდესაც ადამიანს ეხებიო, მოусმენო მის სიტყვებსო, მოусმენო მის შეხედავო მის ქცევებსო, დააკვირდიო პირველ რიგში, დააკვირდიო იმ ენერგიასო, რომელსაც ის ტოვებს, როდესაც მიდისო შენგანო. და ესე იგი ეს დადებითი ენერგია თუ დატოვა, ნიშნავს, რომ მაგარი ადამიანია და ის შენს ხერს მოგიტანს. მაგრამ აი თუ უარყოფითი მდგომარეობა აქვს შიგნით, აი ენციკლოპედიური ცოდნა რო კონდეს, შენ მისი სიბრძნე და ბრძნადმეტყველება და ამაუმეტყველება პირიქით გაგაზიანებს და შედეგს არაფერს არ მოგიტანს. ამიტომ ესე იგი სულიერად გამარჯვებული ადამიანის სიტყვას აი მჭრელი ძალა აქვს, დიდი ძალა აქვს. და რა თქმა უნდა, აი შენ უნდა გაიმარჯვო, რომ ერე შენ გქონდეს ძალიან მჭრელი ძალა, მაგრამ სანამ ვინმეს რამეს ეტყვი, სანამ შენ რაღაცას შენ თავს მოერევი, ამას ყველაფერს ლოცვა უნდა უძღოდეს. ღმერთს უნდა თხოვო დახმარება ამ ყველაზე ძნელ საქმეში. იმიტომ რომ აი როგორც მათეს სახარებაშია ანგელოზი რო ეცხადება იოსებს ესეთ რამეს ეუბნება, გეშინიაო მარიამის მოყვანაო, ის სულიწმინდისგან არისო, ის ვინც დაიბადებაო, განხორციელდებაო, რომ თავისი ერი იხსნას ცოდვათთაგანო. ესე იგი ქრისტე იმიტომ მოვიდა, რომ ურთულესი პრობლემისგან დაგვიხსნას, საკუთარი ცოდვებისგან. და ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის საკუთარი ცოდვები, იმიტომ რომ ადამიანმა ცოდვა თუ შეიყვარა, იცით რა საშინელება ხდება, რომ მერე ეს ბოროტება სიკეთეთ ეჩვენება. სიდამპლე სავია ამართლებს სიცრუე ჭეშმარიტება და ის მერე ემსახურება მას და არის ისეთნაირად ეს საშინელება. ეს ძალიან დიდი თემაა და მაგალითად იუდა ისკარიოტელის შემთხვევაში მას უყვარდა უფალი, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ აი ცოდვა ვერ მოიშორა. რა ღმერთი მას არ აგრძნობინებდა, შემდგომ ის ყველაფერსაც ხვდებოდა. მაგრამ ვერ მოერია თავის ცუდ თვისებას. მათე სახარება ახსენეთ თქვენ და მეშვიდე თავი იწყება მაცხოვარი ბრძანებს, არ განიკითხოთ რა და არ განიკითხეთ და ასევე ბრძანებს რა, ასე ვთქვათ, საზომითაც განიკითხავთ, იგივენერად განიკითხებით თქვენც. ეს ვიცით, უმეტესობა ყოველ შემთხვევაში ერთხელ მაინც წაუკითხავს ამ მოусმენია, ან ბევრჯერ, მაგრამ მაინც ურთულესია განკითხულიდან თავის შეკავება. აი, რა არის ეს, რომ ჩვენში ეს ცოდვა ძალიან ბუდობს. თითქოს აი ცდილობს, მაგრამ შეიძლება შეიკავო ენით, მაგრამ გონებით იმისთან ეკრა რომ ენი ჯობდეს. ესეც არის, ხო? გონებით თუ განეკითხე და გონათხოვაში ხარ, ვიღაცას გონია რომ ეს არაფერია და მარტო სიტყვით თუ არ ვთქვი და თუ სხვა არ გაიგო. აი რატომ არის ესეთი რთული და თითქოს როგორი მარტივი ფორმულაა, ღმერთი ამბობს, რომ არ განიკითხავ, მეც არ გაგიკითხავ შენ. ყველას უნდა რომ ღმერთმა არ გაგვიკითხოს და არ მოგთხოვოს ჩვენი ცოდვები.
კი, მამაო ჩვენოში როა, რომ აი როგორც მე მიუტევებ, ისე მომიტევეო მეო. და ნუ მან ესეთი რაღაცა ერთგან ამბობს უფალი, რომ მცნების აღმასრულებელი არის სიყვარული. და პირველ მცნებას გვაძლევს, რომ შეიყვარო ღმერთი და მეორე მცნება შეიყვარო მოყვასი. თუ მაგალითად დავაკვირდებით ჩვენს თავს, ჩვენს აი მეგობარს, რომელიც ძალიან გვიყვარს ჩვენ, ძალიან გვიყვარს. არ განვიკითხავთ მას. ესე იგი, რაც არ უნდა ცუდად მოიქცეს, არ განვიკითხავთ. აი პატიობთ, თვალს ხუჭავთ, ბოლომდე ვითმენთ და როცა აი ფიალა აივსება, მე შეიძლება რაღაცა ორი სიტყვა ვთქვათ. მაგრამ აი სიყვარული როგორ გიცავს, რომ შენ ბოროტება არ გააკეთო, რომ შენ მტკივნეული არ გაუკეთო. მაგრამ თუ არ გიყვარს ადამიანი, მაშინ ნუ განიკითხავ კი არა და ჯვარსაც ვამ ადამიანს. მზად ხარ, რომ სამართლიანო სიმართლის სახელით ვიღაცას დიდი ტკივილიც კი მიაყენო. მაშინაც კი ჩვენ ვიპოვითო შავკატასო ბნელო თახში, მაშინაც კი, როდესაც ის იქ არ არისო და ეს ისეთი ფორმულა თქვა ეს ქართულმა კლასიკამ, რომ ეს ამას ყველა ადამიანი იყენებს და უსამართლო როცა არის მისი განსჯა და აი ჩვენ უბრალოდ სიყვარული არ უნდა დავკარგოთ, მაგრამ რა კარგიებს ადამიანს სიყვარულს? გამრავლებითა უსჯულოებისათა გახმება სიყვარული მრავალთა. აი ეს პირდაპირი ფორმულაა. თუ უსჯულოება და უღმერთობა, მცნებათა არ დაცვა და ეს სიამოვნებითი ცხოვრება შემოვიდა, შედეგად მივიღებთ, რომ გავხმებით და გახმება ჩვენში სიყვარული და ადამიანს არ ექნება სიყვარულის აღმოცენების უნარი. ეს მთავარი უნარია. არადა თუ ქრისტესთან ვიქნები, შენ თვითონ გახდები წყარო წყალთაო, ან შენგან ისეთი ენერგიები გამოვლენო, რომელიც მორწყავს ამ ქვეყნიურ უდაბნოს. და აი უბრალოდ ეს უნდა შეძლოს ადამიანმა. პირველ რიგში თავის თავს მიაქციოს ყურადღება და აი ძალიან მძიმე უნდა იყოს თქმად, ესე იგი ადამიანმა 100-ჯერ უნდა გაზომოს სანამ რაღაცას იტყვის. იმიტომ რომ მის სიტყვას აუცილებლად მოყვება შედეგი, ან კარგი, ან ცუდი. და აი რაღაცნაირად მაინც თავს ყველაფერი იყრის სწორედ ადამიანთან. რა მდგომარეობაშია ადამიანი. ამიტომ ჩვენ მადლით უნდა შევიმოსოთ. ცნებას რომ დაიცავ, შენთვის ცუდ თვისებებს რომ მოიშორებ, მე ბუნებრივად აივსები მადლით და სხვანაირი გახდები. აი სოლომონ ბრძენს აქვს ძალიან საინტერესო ნათქვამი, რომ რკინა ორკინას ლესავსო და ადამიანის გულიო მოყვასის გულსო. ესე იგი, როგორ თქვა, ესე იგი რკინას შეუძლია რკინას, მეორე რკინას, ასე ვთქვათ, ჟანგი მოაშოროს და ალესოს ის, ასე ვთქვათ, გააბრიალოს და იგივე უნარი აქვს ადამიანსაც. ოღონდ ესე იგი აი სოლომონ ბრძენი ამბობს, რომ ადამიანის გულს შეუძლია მეგობარი ალესოს, ანუ ჟანგი მოაშოროს. ყველაფრის თავი და თავი არის უსიყვარულობა, ხო, მამა ლუკა და მთავარი რასაც უფალი გვასწავლის, რომ შეიყვარო მოყვასი შენი, ხომ და შესაბამისად ამ მოყვასში არ მხოლოდ მეგობრები, ოჯახის წევრები და ის ადამიანები, ვინც გარს გვაკრავს, ასე ვთქვათ და გვახოვია თავს, არამედ ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი გამლელი მიუხედავად მისი მრწამსისა და მისი ეთნიკური წარმომავლობისა, ხო, მოყვასი არის სწორედ ის და სიყვარული, რომელიც არის მთავარი. ყველა ადამიანი მოყვასი არ არის. მოყვასი არის მოყვარე შენი, მოყვარე, ვინც სიკეთეს გიკეთებს და ვინც შენ კეთილადაა განწყობილი, ის უბრალოდ შენ თავზე მეტად უნდა გიყვარდეს. მაგრამ ესე იგი სხვა ადამიანთა მიმართ შენ ისე უნდა მოიქცეო, როგორც მოწყალე სამარიტელი იქცევაო. ახლა ეს დიდი იგავია, ამას ვერ მოვყვებით, მაგრამ აი მოწყალე სამარიტელის იგავზე აი სწორედ ესე მოიქეცითო თქვენო. ანუ ყველა ადამიანსო პატივი ეცითო. ესე იგი შეიძლება არ გიყვარდეს ადამიანი, მაგრამ პატივს უნდა მიაგებდე მას. და როგორც არის ფორმულა, რომ მოიძულე ის ცოდვა, რომელიც აქვს ადამიანს და არ ადამიანი. თორე თუ და უმეტეს შემთხვევაში ესე ხდება, შენ თუ არა, ესე იგი მუხრუჭებით არიარე, ასე ვთქვათ, ხომ? შენ შეიძლება ადამიანი ცოდვასთან გააიგივო, შესაბამისად დემონურ ძალებთან გააიგივო და ისე მოგძულდეს ადამიანი, როგორც შეიძლება ადამიანს, ესე იგი უკეთური ანგელოზებით ძულდეს.
ან ბოროტება ძულდეს. ამიტომ და ეს არის მე ყველაზე დიდი პრობლემა და ჩვენ ამ პრობლემებში ტრიალებთ კი არა და როგორც პავლე მოციქული ამბობს ბოროტებაში წევსო ეს ქვეყანაო. იმიტომ რომ ადამიანები უმეტესად უსამართლოდ იქცევიან, უსამართლოდ და ახლა უღმერთობა რო ეს თანამედროვე მსოფლიოში ნორმად არის სურვილი ქცევისა, უღმერთობისა. ამის მცდელობებს ჩვენ ვხედავთ, მაგრამ ჩვენ ამის საწინააღმდეგოდ უნდა წავიდეთ. აი რაღაცა უნდა მოვიზიდოთ სიყვარული. ჩვენ უნდა ვცხონდეთ, ანუ ღმერთთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. ჩვენ ამის ისტორია გვაქვს, ამის გენეტიკა გვაქვს, ამის გამოცდილება გვაქვს და იგივე შეგვიძლია პირად ცხოვრებაში. მადლობა, შეგახსენებთ გვესაუბრებოდა დიდი ღომში მდებარე წმინდა 100.000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი ტეგანოზი ლუკას ოფატაშვილი განკითხვის ცოდვის შესახებ საუბრობთ. სანამ სხვა სტუმრებს წარმოგიდგენდეთ და გეტყოდეთ რა თემებზე ვისაუბრებთ, მანამდე ახლა ერთად აღვავნოთ უფლისადიდებელი ლოცვა და შემდგომ დაგიბრუნდებით კვლავ პირდაპირ ეთერში. დიდება მაღალთაში ნომერცა ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვით არცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ. რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე. მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა
და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლის სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა, შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. გებრიელ თემაზე უნდა ვისაუბროთ. კი, ნამდვილად გებრიელ თემაზე გეტყვით, რომ 21 ივნისს თაწმინდის პარკში ფესტივალი ოქროს თავთავი გაიმართა, რომელიც ქართული ხორბლის ტრადიციის გაცოცხლებასა და განვითარებას ისახავს მიზნად. ქართული ხორბლის მნიშვნელობაზე და ასევე ფესტივალის შესახებ ჩვენი სტუდიის სტუმარი გვესაუბრება, შემოგვიერთდა ფესტივალის ორგანიზატორი ქალბატონი ლალი მესხი. დილამშვიდობის ქალბატონ ლალი, გვამბობთ მობრძანებისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის და დაინტერესებისთვის. ეს ისეთი საკითხია. კი, ყველა ქართველი უნდა ინტერესდებოდეს ნამდვილად. მოდით თავდაპირველად ვთქვათ ფესტივალის შესახებ, როგორ ჩატარდა, როგორ გაიმართა, ის შედეგები, ვისი მოლოდინიც გქონდათ, რამდენად გამართლდა და დაინტერესება როგორი იყო თავად მოქალაქეების მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო. ქართული ხორბლის დღე გაჩნდა, ეს არის 21 ივნისი. რომელიც არის წელიწადში ყველაზე გრძელი დღე და საქართველოში ამას მზებუდობას ეძახიან. მზებუდობის დღეს ძველად საქართველოში ყანას ლოცავდნენ პურითა და ღვინით. და ჩვენ ვეცადეთ, რომ ეს გაგვეცოცხლებინა პურღვინის ტრადიცია, პურითა და ღვინით დალოცვა. ოქროს თავთავი დავარქვით, იმიტომ რომ ეს ის ოქროს თავთავია, რომელიც ნეოლითის ხანაში აქ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებმა ადამიანმა ბუნებაში იპოვა, მერე მოაშინაურა, მერე პური გამოაცხო და იმ ადამიანებმა, რომლებიც მიწათმოქმედები იყვნენ და დღემდე მიწათმოქმედებას ეწევიან, შემოინახეს ეს ქართული ხორბლის ოქროს თავთავი და მე ვიტყოდი, რომ ეს არის საქართველოს საგანძური დიდი სიმდიდრე, რომელიც ჩვენ გვერგო პატივი რო გქონდეს და ეს ოქროს თავთავის დღესასწაული იმ მიზნით გაჩნდა, რომ საქართველოშიც დაფასდეს ეს ოქროს თავთავი და ჩვენ მაგას ვუპატრონოთ. ჩვენ ვართ მისი პატრონი. როგორც იცით, საგანძურს ყოველთვის ბევრი
მაძიებელი ყავს. ბევრია დაინტერესებული, ვერს უნდა რომ წაიღოს და თავისი გახდეს და ჩვენ კიდე ქართველებს ესეთი დიდი მისია გვაქვს, რომ ეს ოქროს თავთავი დავიცვათ და მერე მსოფლიოს პური ვაჭამოთ. აი, რამდენიმე რამე არსებობს ჩვენთვის, მაგალითად, როგორც ვენახი, ყურძენი და ასევე არის ხორბალი, რაღაცა ის სხვანაირი პატივისცემა გიჩნდება, ხო, რაღაცა იმიტომ რომ გემრიელად დაიწყო თითქოს რაღაც სურნელს რაღაც წინაპრებთან კავშირს თავართან პური და ღვინო ეს არის ჩვენთვის რაღაც თავისი რომელიც ასევე თუ გადავიტანთ სულიერ წილში ეს არის რითაც შემდგომ ზიარება წესდებოდა მათ ცხოვრების და ხუთი ზიარებით პური და ღვინოდ რომელიც მე საიდუმლო ლოცვებით გარდაიქცეოს ეს ხალხახორცად და პური ჩვენი არსობისა ხო ესე გვაქვს ნახსენები რა მდგომარეობაა დღეს ჩვენ თქვით რომ ეს არის საგანძური ნამდვილად აქვე არ შემიძლია არ გავიხსენოთ ჩვენი რაც განსვენებული პატრიარქი როგორ ზრუნავდა და როგორ პატვის მიაგებდა და როგორ ფიქრობდა ამაზე რომ აღდგენილი იყო მოეძიებინათ და არაერთი შეხვედრა ქონდა ხოლმე მახსოვს და რა მდგომარეობაა დღეს არის თუ არა ბევრი ენდემური ჯიშები მივიწყებული ხდება თუ არა აღდგენა და საერთოდ დაინტერესებულები არიან თუ არა ფერმერები ქართული ხორბლის აღდგენით და ასე თქვა მუშენება მომრავლებით და ალბათ ეს დღეს ამას დიდწილად ხელს შეუწყობს ყოველწლიურად ეს იქნება კიდევ ერთხელ შეხსენება, გახსენება და დაინტერესება. დიახ. იცით რა 70 წლიანი წყვეტა არსებობს ფაქტიურად ეს დარგი აღარ არსებობდა ასე ვთქვათ ქართული ხორბალი კი არსებობდა და მეცნიერულად მისი კვლევა და გენეტიკური რესურსის შენახვა რა თქმა უნდა მაგრამ სამეურნეო წარმოებაში ქართული ხორბალი დიდხანს უკვე აღარ ამოვარდნილი იყო ასე ვთქვათ ასე რომ გასაცოცხლებელია ბოლო 10 წელიწადია დაინტერესება იზრდება და განსაკუთრებით აი შარშან იუნესკოს აღიარების შემდგომ იუნესკომ აღიარა ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები, ანუ ხორბალთან დაკავშირებული სამიწათმოქმედო და ურცხობის ტრადიცია, რომელიც ძალიან ბევრ რამეს მოიცავს. თქვენ სწორად ბრძანეთ, ეს არის ქართველის იდენტობა. და პური და ღვინო არ არის მხოლოდ საკვები. ეს არის ფიზიკური საკვები და სულიერი საკვები, იმიტომ რომ ასე იყო ქრისტიანობამდე და ასე არის ქრისტიანობაშიც. ყოველთვის გამოიყენებოდა საწესოდ, საღვთოდ, საზიარებლად, შესაწირად, ხო. შესაბამისად, ქართველის ფიზიკური, გენეტიკური მონაცემიც და სულიერი სამყაროც დაკავშირებულია ღვინოსთან და პურთან. ამიტომ ეს თემა ძალიან ეხება ყველას. და ინტერესი ძალიან გაზრდილია მცირე და საშუალო ფერმერების დაინტერესება. იცით რა, აი გულით მოდიან, რომ უნდათ რომ ქართული ხორბალი დათესონ. აუცილებელი იქნება ხელშეწყობა. აუცილებელი იქნება ხელშეწყობა მათი ცოდნის და გამოცდილების გასაუმჯობესებლად, სათესლე მასალის, კარგი სათესლე მასალის კუთხით და აუცილებლად რესურსების კუთხით. მაგალითად, სასოფლო ტექნიკა ყოველთვის პრობლემაა მცირე და საშუალო ფერმერებისთვის. აი რაღაცა გადაწყვეტა არის საჭირო. მიწის რესურსიც არის პრობლემური. თუ სახელმწიფო ჩათვლის, რომ ეს მნიშვნელოვანია და სტრატეგიულია საქართველოსთვის, რომ ამხელა საგანძურს მოუაროს და გააცოცხლოს ყოფაში, გააცოცხლოს სამეურნეო წარმოებაში, ისე რომ ჩვენ პური გქონდეს. ხო, თქვენ ახლა დარწმუნებული ვარ გინდათ რომ ქართული პური აი ეს კითხვა უნდა დამისვა ახლა მე ახლა ჩვენ ვერ ვახსენებთ რეკლამირებაში შეიძლება კონკრეტულ კომპანიებს ან რა ვიცი საცხოვებს მაგრამ დღეს თუ არის უკვე თუ შეიმჩნევა რომ აი ქართული ხორბლი შეგვიძლია პური ვიყიდოთ და ჭამოთ ქართული პური არის ესეთი ადგილები აი თქვენ რო გუშინ მობძანებული ყავით ნახავდით რომ ესე იგი დახლთან იდგა ალბათ 30 მაინც მეწარმე რომელიც და მეურნე რომელიც სხვადასხვა კუთხეებიდან გუშინ მთელი საქართველო იქ იყო თითქმის ვისაც მიუწვდით რაც შევძელით და მოვიდნენ სხვადასხვა პურეულით, მათ შორის საღვთო სარიტუალო პურეულით. თქვენ იცით ალბათ რომ გაცოცხლებული არის ძალიან, აი პატრიარქი ახსენეთ და მგონი 2009 წლის ეპისტოლეში, საშობაო ეპისტოლეში ის გამოვიდა და თქვა რომ საქართველო ყოველთვის იყო და კვლავაც უნდა გახდეს პურისა და ღვინის ქვეყანა. ეს ძალიან დიდი განცხადება იყო და სამონასტრო თემი და ეკლესია მონასტრები დღეს არა მარტო ამრავლებენ ამ ქართულ ხორბალს, არამედ ისინი აცხობენ პურს. ჩვენთან მონაწილეობდა ნატახტრის დედათა მონასტერი. ყოველთვის ვეპატიჟებით პურის ფესტივალზე, იმიტომ რომ არაჩვეულებრივად კარგ და მრავალფეროვან პურეულს აცხობენ ისინი და სამაგალითონი არიან.
დედა ირინე მახნიაშვილი მონაწილეობდა კიდე სამონასტრო თემიდან. ძალიან გაზრდილი არის ინტერესიც და საგრძნობლად გაზრდილია წარმოებაც, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი, მინდა რომ დასაწყისისთვის კარგია. ხო, მაინც არ არის. ფესტივალები შეუწყობენ რა თქმა უნდა პირველ რიგში. კი ბატონო, და წარმახალისებელია თვითონ წარმოებლისთვის, იმიტომ რომ ისინი მოდიან, ყიდიან და არა მარტო ის რომ ყიდიან, ისინი ერთმანეთს ხვდებიან, ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას. პირდაპირ ხვდება წარმოებელი მყიდველს და უხსნის რა არის ეს, იმიტომ რომ უმეტესწილად მათ თვითონ მოყავთ ეს ხორბალი. ძალიან უფრთხილდებიან, რომ ბუნებრივად მოყვანილი იყოს, იმიტომ რომ საჯამრთელოა ეს პური, განსაკუთრებულია, ასე რომ ვთქვა. აი, ესეთი კითხვა მინდა დავსვა და თქვენი პასუხი იქნება მნიშვნელოვანი. ჩვენ რომ გვინდა რომ აღდგეს ქართული ხორბალი, გვინდა რომ ქართული პური ჭამოთ, ქართული ხოლმე ეს ბუნებრივია, თქვით რომ ეს იდენტობა, სხვა დამოკიდებულება, აღდგენა საგანძურია. არის თუ არა გამორჩეული ქართული ხორბალი და სხვა ხორბლისგან, თუ ეს არის უბრალოდ რაღაც ჩვენი დამოკიდებულება, იმიტომ რომ ქართულთან არის, რა თვისებებით შეიძლება იყოს გამორჩეული. და სასარგებლო. რომ საჯანსაღო არის და ჯანმრთელობისთვისაც იცით რა, ძალიან გამორჩეულია, მე ვიტყოდი და ესეც დადასტურებულია შარშანდელი მგონი კვლევით, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის თაოსნობით, გაიგზავნა 12 ნიმუში ევროპის ერთ-ერთ ძალიან პრესტიჟულ ლაბორატორიაში და სხვა დღეს არსებულ და მოხმარებულ ხორბლებს შედარდა. და აი ამ 12 ნიმუშში იყო ქართული ენდემური სახეობებიც და ხალხური სელექციის ჯიშებიც და ქართული ხორბლის ნიმუშებმა აქ ლაპარაკი არის ნუტრიციაზე, ანუ მის სასარგებლო თვისებებზე საკვებად, ხო? შესაბამისად ეს კვლევა არსებობს და თითქმის ყველა შედარებულ კომპონენტში, იმიტომ რომ სხვადასხვა რამე შედარდა, ცილები, ამინომჟავები, სხვადასხვა აი შემადგენლობა, რომელიც კვებითი ღირებულების არის, თითქმის ყველა კომპონენტში, თითქმის ყველა სხვა ხორბალს ლამის ორი თავით აჯობა. ანუ ესეც ჩვენ ამაზე წელს ვიმუშავებთ აუცილებლად და მომავალ წელსაც რომ აი ამის უფრო კონკრეტულად ამის პოპულარიზაციას გავაკეთებთ იმისთვის რომ პურის მწარმოებლები დაინტერესდნენ რომ ქართული ხორბალი წარმოება რომ გაიზარდოს თვითონ ხორბლის აუცილებელია რომ პურის წარმოებაც გაიზარდოს ამ თქვილით იმიტომ რომ ხო სხვანაირად ეს გაყიდვის კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია საწარმოო ჯაჭვში ანუ აი ეს საწარმოო ჯაჭვი თავიდან ბოლომდე არის დასალაგებელი იმიტომ ვახსენე მე სახელმწიფო დახმარება რომ ჭკვიანი პროგრამა უნდა შედგეს დახმარების რომ აი სად არის ზედმეტი დახმარება ყოველთვის დანაშაულია ხოლმე მე მგონია იმიტომ რომ უნდა ფეხზე დადგეს წარმოება შესაბამისად ჭკვიანურად არის მოსაფიქრებელი რა კომპონენტში რა რგოლში როდის და რამდენჯერ მოყვანის თვალსაზრისით რამდენად მარტივი არის ვთქვათ რომ ქართული ხორბალი გამრავლდეს და უფრო ფართო მასშტაბებზე იყოს საუბარი რაღაც განსაკუთრებული პირობები არის საჭირო თუ აი რა მიზეზით შეიძლება იყოს ის რომ კი გასაგებია ეს 70 წლიანი წყვეტა მაგრამ შესაძლებელია თუ არა რომ უფრო ფართო ბაზარი დავიკავოთ ასე ვთქვათ ჩვენ ქართული ხორბლით მოყვანის იცით რა შესაძლებელი არის რომ უფრო ფართო ბაზარი დავიკავოთ აქეთკენ უნდა წავიდეთ მაგრამ თვითონ სოფლის მეურნეობა და ხორბლის მოყვანა არის მე ვიტყოდი ურთულესი და უმძიმესი შრომა ზუსტად ამიტომ იყო ალბათ რომ აი ამ ძიმე შრომის დროს ქართველები მღეროდნენ რომ გაემხნევებინათ ერთმანეთს და მერე ბოლოს დაღლილებით ცეკვავდნენ ფერხულს წარმოგიდგენიათ და რაჭაში და ლეჩხუმში გონი არის ესეთი გამოთქმა რომ რაო მახას ყანა ხო არა გაქვს ასაღებიო ყველაზე რთული საქმე როცა აქვს იმდენად რთული საქმეა საერთოდ სოფლის მეურნეობა და დღეს აი ამ ტექნოლოგიურ სამყაროში იმიტომ ვახსენე მე ცოდნა ფერმერებისთვის ცოდნა როგორ უნდა გააკეთოს სწორად რომ ამდენი შრომის შედეგი დადგეს და რომ რესურსი კონდეს სრულად სასიცოცხლოა ისე თუ მოკიდებ ამ საქმეს ხელს რომ არიცი და რესურსი არ გაქვს განწირული ხარ რომ ესე იგი შენ წააგე რა რაღაცა დახარჯე და ვერ მიიღე შემოსავალი მადლობა დიდი მადლობა დიდი მადლობა თქვენ მნიშვნელოვანი თემით ჩვენ საუბრობდით მნიშვნელოვან თემაზე ფესტივალი მიეძღვნა ქართულ ხორბალს და ფესტივალის ორგანიზატორი ალბათ ლალი მესხნურობდა
ჩვენს ეთერში ახლა სიუჟეტის დროა. სოხუმი ჩემს გულში ამ სახელწოდების საღამოს უმასპინძლა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომლის მიზანიც ახალგაზრდებში აფხაზეთისადმი ემოციური კავშირის შენარჩუნება და სამშვიდობო გზავნილის გაჟღერება კულტურითა და ხელოვნებით. ნახოთ ნინო გელაშვილის მიერ მომზადებული სიუჟეტი და შემდგომ კვლავ დაგიბრუნდებით გადაცემის სტუმართან ერთად. სოხუმი ჩემს გულში, ძველი თაობის მონატრებისა და ახალი თაობის იმედის თბილის შეხვედრა, ასე უწოდეს ორგანიზატორებმა საღამოს, რომელიც აფხაზეთს მიეძღვნა. ღონისძიება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდ დარბაზში გაიმართა და მასში 14-დან 23 წლამდე ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა. საღამო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაზე ახალგაზრდებმა უფროსი თაობის ავტორების ლექსები გააცოცხლეს. სცენაზე ასევე შესრულდა მრავალფეროვანი ქორეოგრაფიული ნომრები. თეატრალურ წარმოდგენას თან ახლდა სოხუმის თემატიკაზე შექმნილი ვიდეოკლიპები. ძალიან საინტერესო ღონისძიება არის. ჩვენი ყველა აი მსგავსი ღონისძიება მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენ საზოგადოებაში მუდმივად უნდა ტრიალებდეს აი ეს თემა აფხაზეთი. ჩვენ ისედაც აფხაზეთით ვცხოვრობთ, ამით იწყება ჩვენი დილა, საღამო და ასე შემდეგ. თავრდება საღამოს. დღევანდელი ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმით, რომ მონაწილეობენ ახალგაზრდები, რომლებსაც აფხაზეთი არ უნახავთ და თან ეს არის მუსიკალური პროექტი და ამავე დროს აი ესეთი მუსიკალური გზავნილი ენგურს გაღმა. ესე იგი ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებსაც აფხაზეთი ნანახი არ აქვთ, ისინიც აფხაზეთით ცხოვრობენ, აი ამ პრობლემით ცხოვრობენ და სამშვიდობო გზავნილს უგზავნიან ენგურს იქით თავიანთ თანატოლებს და თანაც სიმღერით, ხელოვნებით. მე მგონი ეს ძალიან საინტერესოა და ასეთი ღონისძიებები მომავალშიაც მე დარწმუნებული ვარ არაერთი ჩატარდება. დღეს დასრულდა ძალიან თბილი საღამო ღონისძიება სოხუმი აფხაზეთი ჩემს გულში. აქ გავაერთიანე ეს იდეა დამებადა მე თვითონ სოხუმელი ვარ და ხშირად მინდა გავაკეთოს ეს ღონისძიებები, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ ასეთი ღონისძიებები ერთ-ერთი ხიდი არის გადებული აფხაზთა და ქართველთა შორის აღდგენის საქმეში. ამჟამად ეს მუსიკალური კითხვა, როგორც მე ბევრ ლექსებს წერ, ფილმებს ვგნი, წიგნებს გამოვცემ ხოლმე, ეხლა რატომღაც დამებადა ესეთი იდეა, რომ ახალგაზრდებმა რატომღაც აიწასეს ჩემი სიმღერები აფხაზთან მიმართებაში გათანამედროვებული, ძალიან მოიწონეს და ამან უფრო მეტი мотиваცია მომცა რომ გამეკეთებინა ასეთი სახის ფაქტურად კონცერტი. მე ვარ აფხაზეთიდან, მიხარია რომ ამ კონცერტში ვღებულობ მონაწილეობას, რადგან ეს კონცერტი ეძღვნება აფხაზეთს. ახალგაზრდა თაობაში სოხუმისა და აფხაზეთისადმი ემოციური კავშირის შენარჩუნება, ისტორიული მეხსიერების გადაცემა და სამშვიდობო გზავნილის გავრცელება კულტურისა და ხელოვნების საშუალებით. სწორედ ეს წარმოადგენდა ღონისძიების სახელწოდებით სოხუმი ჩემს გულში მთავარ მიზანს. და სოხუმიდან გადავინოსლოთ დმანისში. კერძოდ ვისაუბროთ დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის თეატრზე, რომელმაც მორიგი პრემიერა ამჯერად მარჯანიშვილის თეატრში წარმოადგინა სპექტაკლი დარისპანის გასაჭირი და უფრო უცვლად ჩვენ შემოგვიყვეთ და სასაუბროთ დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი, სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი ბატონი გიორგი სიხარულიძე და ბატონი გიორგი დილამშვიდობის. დილამშვიდობის. გელოცავთ უკვე ჩავლი პრემიერას, ორი სპექტაკლი წარმოადგენთ 17-18 ივნისს მარჯანიშვილის თეატრში. სანამ გადავალთ დეტალებზე, მაინც საზოგადოებას რო არ გავუშვეს კითხვა, რომ თუ დმანისის თეატრი რატომ მარჯანიშვილის თეატრში ვთქვათ, რატომ ამჯერად მარჯანიშვილში, მანამდე თავისუფლში და სხვა სცენებზე ეს მიზეზი ვთქვათ და აქვე ვთქვათ, რომ სულ მალე ეს ყველაფერი დმანისის თეატრში გახორციელდება. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. აი დარისპანის არ იყოს, კიდევ უფრო ბედნიერები ვიქნებოდით, რომ პრემიერა ოფილიყო დმანისში, უბრალოდ ყველას მოეხსენება, გაგრძელდა, მაგრამ თქვენი
ნათქვამის არ იყოს დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე დმანისელი მაყურებელი იხილავს დმანისის თეატრს უკვე თავის საკუთარ კედლებში უამრავი პრემიერით, რომელიც ამ წლების განმავლობაში სხვადასხვა თეატრში კოლაბორაცია გააკეთა დმანისის თეატრმა და აი უკვე ალბათ ოქტომბერში ეს ყველაფერი შედგება დმანისში. იმიტომ რომ კაპიტალურად გექნება ახალი თეატრი. კაპიტალურად ძალიან კარგი თეატრი გვექნება, მივიღებთ უამრავ სტუმარს, მივიღებთ თეატრებს, მათ შორის თქვენ თეატრსაც. და რა ვიცი, იმედით ვართ, რომ დაიწყებს ცხოვრებას დმანისში სარეპერტუარო თეატრი, ეს კიდე სხვა თავის დასით. აბარა, მუდმივ მოქმედი დასით, რომელიც უკვე 4 წელია არსებობს და ველოდებით მოუთმელად და იქ თუმას პინძლებთ მე რო უკვე სხვა თეატრებს. ესე იგი, როგორც წესი, ახლა ისეთი პერიოდია, თეატრალური სეზონი დასასრულს ვახლოვდება ხოლმე, ბევრი თეატრში სეზონი დაიხურა და თქვენმა თეატრმა პირიქით აი საპრემიერო ჩვენებით, ასე ვთქვათ, სეზონის მიწურულს გაახარა მაყურებელი. დაირისპანეთ გასაჭირი, კლდიაშვილი, კლასიკა ჩვენი დიდი დრამატურგია და არაერთი ვერსია. ამ სპექტაკლისა, რა ვიცი, ძალიან ცოტა რეჟისორი მოეძებნებოდა, არ დავდგამს ეს როგორც სტუდენტს, ასევე დიდ რეჟისორებს, სხვა თეატრებში, ბევრი ძალიან წარმატებული ლეგენდარული ვერსია ვიცით, ლეგენდარული შესრულებით. თუმცა, იმიტომ არის კლდიაშვილი და იმიტომ არის კლასიკა და უკვდავი, რომ სათქმელი აქვს ყოველთვის და ყველა ფორმით შეგიძლია გადმოსცე და სხვადასხვა აქცენტები გააკეთო. მისი ცნობილია იუმორით, თვითონ კომედიით, ისე შემოგწევს რომ ხო თქვენ შემთხვევაში არ და დადგმული გაქვთ თქვენ როცა ქუთაისში იყავით ვორცდები ხო მაშინ დარისპანიც ახლა სხვა ვერსია ცხადია რამ განაპირობა რომ კვლავ მივუბრუნდით ამ ნაწარმოებს და როგორი იყო თქვენი ფორმა და სათქმელი მე ვნახე და შემიძლია უკვე თამამად ვისაუბრო იშვიათად ხდება რომ დადგმულ მასალას მივუბრუნდე მაგრამ მოცემულობამ უპირველეს ყოვლისა იმ ქალაქის სადაც ახლა ჩვენ ვარსებობთ და რომლის სახელსაც ატარებს ეს თეატრი დმანისის თეატრს დასის შემადგენლობამ ჩვენ ერთგვარი შვიდკაცი გაიგოძა და მოგარგოთ პირდაპირ კი ბატონო აი ზუსტად განაწილდა და სათქმელმა რომელიც არის მარადიული და რომელიც არის უკვდავი და ამოუწურავი აი სულ სხვა ვერსია იყო ქუთაისში მსგავსი არაფერი არ არის, აი ეპიზოდიც კი არ არის გამეორებული და აი ეს არის ეს გენიალური ავტორი თავისი გზნობათა ბუნებით, თავისი საოცარი სიღრმეებით და სითბოთი. მე ამას წინათ ვიხსენებდი, რომ ერთგვარად ჩვენ ქვეყანას მაგონებს ავტორი და მისი მთელი შემოქმედება, იმიტომ რომ ის ცრემლნარევი იუმორი, რომელიც არის დამახასიათებელი მხოლოდ კლდიაშვილისეული, გარკვეულწილად რაღაცა ჩვენი ქვეყნის ისტორიას მახსენებს, რო არა ეს საოცარი იუმორი, განსაკუთრებული იუმორი ამ ქვეყნის, აი ამ ქარტეხილებს როგორ გაუძელით, რა თქმა უნდა, ღვთის შეწევნით და უფლის დიდი მადლით. და აი ამ საოცარი ნაზავით, რასაც ცრემლი და იუმორი ქვია ერთად და უდიდესი სითბო და ამ ყველაფრის მატარებელი არის ეს გენიალური ავტორი, რომელთანაც მუშაობა განსაკუთრებული მოგრძალებაა, განსაკუთრებული პატივისცემაა და დამოკიდებულებაა. ძალიან ვამზადებდი დასაც, საკუთარ თავსაც, რომ ფრთხილად, ფაქიზად შევხებოდით იმ გენიალურ სამყაროს, რომელიც მხოლოდ კლდიაშვილის ეული სამყაროა და მისთვის დამახასიათებელი. ვარიანტი, რომელიც წარმოადგენთ, ერთი არის, რომ ცდილობ რომ სულ ახლებურად წარმოადგინოთ, რაღაც სიახლე შეიტანოთ და თანამედროვეულად ძალიან რთული ალბათ ის, რომ არ დაიკარგოს ის მთავარი სათქმელი, ხო, რომელიც ავტორს აქვს თავისთავად და ესეც ერთგვარი ბეწვის ხიდია, რომ გაიარო ისე, რომ არ დაიკარგოს ეს მთავარი სათქმელი.
მინდა თან ახლებურად წარმოადგინო ეს ყველაფერი მით უმეტეს დღევანდელ დღეს ახალგაზრდა თაობა, როდესაც ტექნოლოგიამ ასე გაიტაცა და მოაბრუნო დასვათ თეატრი, სპექტაკლი აყურებინო, შეაყვარო და ეს მთავარი სათქმელი რაც არის, ის მიიტანო მასთან. და აი თან ერთი კარგი რამ გააკეთე აქცენტი შენ სოფო, იმიტომ რომ თანამედროვე სამყაროში ახალგაზრდებს სხვა ინტერესები აქვს. თითქოს ეხლა როცა იკეთებ ტიაშვილი რაღაცა წინა საუკუნეში დაწერილი პიესა, იმერული კუთხოკილო, შეიძლება რაღაცა მოიცნოს ცოტა ძველი. არა და ავტორი იძლევა საშუალებას, რომ იმ კილოთის და იმ პერიოდითაც ისე ესაუბრო, გეგონება დღეს დაგიწერა, დღევანდელ თემაზე. აქ მე ესე მენიშნა, მე ცხადია ვერ გამოვდგები რაღაც თეატრის კრიტიკოსად, მაგრამ მე ესე მენიშნა, რომ სუსტად იმ აქცენტებზე იყო გაკეთებული, გამოხვილებული ყურადღება, რაც დღევანდელ ახალგაზრდებს შეიძლება აინტერესებდეს და მაინც შეიძლება ის თემა, რაც აწუხებს დარისპონს და შემდგომისთანაც მიდის, რომ მესამე გოგო დამშეკასად ხო არის შერამდენი და დედა რა გაათხოვები და თან ესო არ გათხოვდი, როდის გათხოვდები, ასკენი, ისკენი და ეს გასაჭირი. რო ეს არის გასაჭირი, მაინც შეიძლება სხვა ფორმით, სხვა ლექსიკით, სხვა დამოკიდებულებით არის, იმიტომ რომ მე მაინც მენიშნა, რომ ხაზგასმა იყო ამაზე. კი ბატონო. იმიტომ რომ თქვენი დასისტევრების ახალგაზრდები არიან და თავიანთ თაობას უნდა ისაუბრონ ამ საკითხებზე. იცით რა არის, დავიწყებ იქიდან, რომ თვითმიზანი არასოდეს არ არის, რომ რაღაცა ორიგინალური იყო და განსხვავებული შექმნა. ამ ყველაფერს განაპირობებს თეატრალური ენა. ჩემთვის მთავარი არის, როდესაც ნებისმიერ მასალაზე, რა მასალაც არ უნდა იყოს, ეს მრავალჯერ დადგმულია თუ თანამედროვე დრამატურგის მასალა, ჩემთვის მთავარი არის, როგორი თეატრალური ენით ვესაუბრები დღეს მაყურებელს, რომელმაც უკვე სანამ თეატრში მოვიდა, საკუთარ სახლში ბევრი რამე ნახა. და ძალიან რთულია დღეს ახალგაზრდას ელაპარაკო და დააინტერესო. ამიტომ ფორმა და ხერხი რა ენაზე ესაუბრები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ასევე ავტორისეულ ენაზე. მომიტევოს პოლიკარპე კაკაბაძემ და მომიტევოს შავა დადიანმა. ისე როგორაც მათ უწერიათ პიესა, რა ენითაც, როგორი არქაული ენითაც ისინი გვესაუბრებიან, წარმოუდგენელია დღეს თანამედროვე თეატრში დაიდგას და რამდენი ვერსია არ ვნახეთ, აი ფაქტია, რომ იქ ყოველთვის ჩარევა სიტყვებს. აი კლდიაშვილი თავისი აი ამ გენიალური ენით, ამ მუსიკალურობით, ამ საოცარი ფრაზებით და ამ საოცარი სიტყვათა წყობით და როგორ აგებს წინადადებას. არის მუდმივად. მე რასაც უყურებ, მე მგონი თქვენ ტექსტს მიყვებით სრულად. აბსოლუტურად, უბრალოდ გამომდინარე ფორმიდან, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ რაღაცა თითქოს რომელიღაცა გადაცემა და ამ ფორმატში მიდიოდა სპექტაკლი, მოითხოვა ბლოგები იმ აქცენტებით, რაზეც თქვენ ისაუბრეთ ახლა, რომ აი ახალგაზრდასთვის ვინც მოვა იქ და ვისაც რაღაცა თავისი ხედვა აქვს, თავისი დამოკიდებულება აქვს არსებულ მასალასთან და ასევე რაღაცა ნოვატორული მიდგომები აქვს და ერთგვარი პროტესტი აქვს ზოგს ამა თუ იმ მოვლენის მიმართ. აი ეს ყველაფერი მოიტანა ამ ბლოგებმა და აუცილებლობა იმისა, რომ ამ სპექტაკლში ყოფილიყო. მე მადლობა მინდა უთხრა ზეკო ხაჩიძეს, რომელიც აი საოცარი ბლოგები გააკეთა იმ თვალსაზრისით, რომ ავტორთან მიმართებაში თანხwebdriverში, ანუ ვინც ნახა სპექტაკლი, მე ყველა ერთხმად აღიარებს, რომ არ შეუშალათ ხელი, ანუ ნამდვილად არის, ძალიან ბუნებრივი და თანამ ფორმაში ზუსტად არის. კი და რა ვიცი, საერთოდ შემოქმედებითი ჯგუფი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვისთან ერთად აკეთებ კახა. ხო, რომ ეს არის აი ყველაზე მთავარი. აი მე ძალიან დიდი ხანია უკვე თეო კუხიანიძესთან ერთად ვქმნი იმ სამყაროს, რომელ სამყაროშიც ჩემი პერსონაჟები და გმირები ცხოვრობენ ფიცარნაკზე და საოცარი ვერსია შემოგთავაზა თეომ, როგორც გადაწყვეტის იმ ფორმიდან და იმ ხერხიდან გამომდინარე, რაც უთხარი, ასევე კოსტიუმების. ძალიან საინტერესო პასაჟები გააკეთა გელა ფოცხიშვილმა. ურთულესი იყო ერთი სცენა, აი როდესაც ჰობი ჰორსინგი ჩავხდეთ ჩვენ
და ძალიან რთული იყო როგორ გაკეთდებოდა. მე მინდოდა რომ აი სუფრის სცენა ესე გადამეწყვიტა რა, მაგრამ ბეწვის ხიდზე სასიარულო იყო, რომ იქ ოდნავი ზედმეტი რამე გადაცდომა და უკვე სხვაგან ვიყავით და გელამ ძალიან ზუსტად თავისი გემოვნებით, თავისი რაღაცა საოცარი პროფესიული აი თვისებებით, რომელიც მას აქვს შექმნა ისეთი ცეკვას ვერ დავარქმევ, ისეთი მოქმედებები, ისეთი რაღაცა დამოუკიდებელი სცენა პრაქტიკულად, რომ ესე ძალიან წაადგა და ძალიან მოუხდა ამ სპექტაკლს და რა ვიცი, აი ძალიან მნიშვნელოვანია, ვისთან ერთად აკეთებ, ვისთან ერთად ქმნი და ჩემი ყოფილი სტუდენტები, რომლებიც კი ბატონო, რომლებიც დღეს უკვე გესმით? კი და ურთულეს პირობებში მოგეხსენება ჯერ პრემიერას რომ უშვებ იქ რამხელა სირთულეებია, ხო? ახალ სპექტაკლი როდესაც იბადება და მით უმეტეს როცა შენ სხვა თეატრში შედიხარ, სპექტაკლი არ არის დადგმული და გაქვს ერთი დღე რომ ახალ სევსერს მოერგო. კი ბატონო, პრაქტიკულად აი მეორე სპექტაკლიდან მე დავინახე რომ უკვე იწყებდა ცხოვრებას ჩვენი დარისპანი, იმიტომ რომ ჯერ ისედაც როდესაც საკუთარ კედლებში სივრცეში თამაშობ, მოგეხსენება რომ აი ხუთი სპექტაკლია საჭირო რომ უკვე გაირკვე. ხო და რა ვიცი, მადლობა რო არა ეს ჩემი დასი, რო არა ჩემი საოცარი მსახიობები, მე ვერც გავრისკავდი, მაგრამ ვიცი რა მათი უნარები, ვიცი რა მათი შესაძლებლობები და პროფესიული თვისებები ჩვენ, ამიტომ მადლობა მარჯანიშვილის თეატრს საოცრად დაგვიდგა გვერდში ყველა ბატონი გოგი მარგველაშვილის მეთაურობით და შედგა ეს პრემიერა. გილოცავთ და გისურვებთ სხვა მრავალ პრემიერას და მალე უკვე საკუთარ თეატრში, საკუთარ სცენას. წარმატებებს გისურვებთ. რეჟისორი გიორგი სიხარულიძე გვესაუბრებოდა, საპრემიერო ჩვენება დარისპანის გასაჭირებლებს საუბრობდით. ჩვენი გადაცემა ამით დასრულებულია. გასაჭირე ღმერთმა გაშოროთ და ბედნიერ დღეს გისურვებთ. ყველას მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. ნახვამდის.